დღეს აქ მაყურებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სპექტაკლის წარმოდგენა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახალი თეატრის კარი მაყურებლისთვის ისევ დაკეტილია. მიზეზიც თვალსაჩინოა, ანდრო ჭიჭინაძე ისევ რეჟიმის პატიმარია. დასიკი უარს ამბობს მის გარეშე სცენაზე დაბრუნდეს. მაყურებელი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ამ გადაწყვეტილებასაც დაშს უკრავს. ადამიანები ყიდულობენ ბილეთებს და ამ ბილეთების გადახდილ თანხასაც კი უკან არიღებენ, ანუ აღარ აბრუნებენ მოხსნილ სპექტაკლებზე ბილეთებს და აბსოლუტურად მოყვებიან ამ გადაწყვეტილებაში. ამ გადაწყვეტილების ერთგული რჩებით დღემდე კიდევ ერთხელ ვამბობ და ანდროს გარეშე სპექტაკლების თამაში არ ვიცი როგორ ვერ წარმოგიდგენია. ანდროს მინდა რომ აქედან ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივრობა და მოკითხვა გადავცე, იმიტომ რომ ეს არის რაღაცნაირად სიმბოლო არის ჩემი აზრით. ანდრო ჭიჭინაძე ერთი თვეა დაპატიმრებულია, რაც ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება კიდევ უფრო ადრე დაიწყო. მიუხედავად ამისა, პროკურატურა ამბობს, რომ ეს დრო მტკიცებულებების მოსაპოვებლად არ ეყო და სასამართლოს 2 თვით გადადებას მოითხოვს. ერთ რამეს ვერ ითვალისწინებენ, რომ არ გავწყდებით, არ გვეშინია. და ჩემი შვილი და ყველა ის ბავშვი რომ ბიჭები რომლებიც იქ სხედან იქ უფრო თავისუფლები არიან. მე ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ ნამდვილად რაც არ უნდა ბორკილი დაადონ, რაც არ უნდა 4 კედელში გამოვკეტონ, ისინი თავისუფლები არიან. აი ამის ეშინიათ მათ. დაიჭირეს საუკეთესო ბიჭები, რომლებიც როგორც 37 წელს იყო. დევნა მიდის ტკუაზე, პატრიოტიზმზე. ლიკა გუნცაძემ ზუსტად იცის საით მიათრევს მის სამშობლოს ქართული ოცნება. დედა, რომლის შვილიც ამ რეჟიმის პატიმარია, დანებებას არაფრის ფასად არაპირებს. ეს არის ჩვეულებრივად 37 წლის, ეხლა რო იყოს დახრა და ალბათ მუხლი რო იყოს, ალბათ ყველას წაგვიყვანდნენ და მოგვიშვერდნენ იარაღს. თუ ჩვენ არ ვიბრძოლებთ და წავაგებთ ამ ბრძოლას, ჩვენ აღარ ვიარსებებთ, როგორც ერი, ყველას მშობელი, ვიწყებთ შეუპოვარ ბრძოლას. სრულიად აი ძალიან დიდი ძალა მაქვს მაგისი, აუცილებლად ასეც მოვიქცევი. ანდრო ჭიჭინაძეს ადვოკატი დღესაც შეხვდა. თორნიკე მიგინეიშვილი გვიყვება, რომ მსახიობი, რომელიც ახლა სასამართლო პროცესის მოლოდინშია, თავს მხნედ გრძნობს, რადგან ის უდანაშაულოა. ანდროს პოზიცია ჩვენ არაერთხელ გავაჟღერეთ, ის არის საბრძოლო განწყობაზე, უბრალოდ ვერ ხვდება რა შეიძლება შეუწინააღმდეგოთ არარსებულ ბრალს, იმიტომ რომ რეალურად ჯერჯერობით არაფერია წარმოდგენილი, ის თავს გრძნობს მხნედ, იმიტომ რომ მაქსიმალურად არის დარწმუნებული თავის სიმართლეში და იმაში, რომ მას არც 29-ში, არც 28-ში და არც სხვა დღეებში რაიმე სახის ისეთი უკანონო ქმედება არ ჩაუდენია. სასამართლოში პოზიცია უკვე წარადგინა დაცვის მხარემაც. ადვოკატის აზრით, ქართულ ოცნებას ახლა ხმაურიანი სასამართლო პროცესები არ აწყობს. პროკურატურა კი განხილვის გაჭიანურებას მხოლოდ იმის გამო ცდილობს, რომ საქმეში ბრალდებულთა წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება არ არის. პროკურატურა მიმართა შუამდგომლობით სასამართლოს, რომელზედაც მეც უკვე ჩემს საჯარო პოსტში დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. და შემდგომ უკვე სასამართლოსთან გადაგზავნილ პოზიციაშიც, რომ ეს არის გაჭიანურების მიზნით მხოლოდ გაკეთებული და იმის დასაფარად, რომ ჯერჯერობით, როდესაც უკვე 1 თვე არის თითქმის 1 თვეზე მეტია უკვე გასული, პროკურატურას არ აქვს არც ერთი მტკიცებულება იმის დამადასტურებელი, რომ ანდრო ჭიჭინაძემ რაიმე სახის მოქმედება ჩაედინა, რომელიც იყო უკანონო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ უახლოეს დღეებში უნდა გამოაცხადოს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს და საქმის განხილვის დაწყებას მარტამდე გადადებს, კიდევ ერთი სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც გადაწყდება სასამართლო პროცესამდე რეჟიმის პატიმრები ციხეში უნდა დარჩნენ თუ გათავისუფლდნენ, მაგრამ ამ სასამართლოს იმედი არავის აქვს. სოლიდარობა არის ღერძი ადამიანის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გარდა იმისა, რომ ანდრო ჩემი მეგობარია და ჩემი კოლეგა ერთად მუშაობთ თეატრში, ის რომც არ იყოს ჩემი მეგობარი, რა თქმა უნდა, ზუსტად იგივენერად სოლიდარული ვიქნებოდი მის მიმართ, როგორც დანარჩენი დაკავებულების მიმართ. სანამ ამ ქვეყანაში აი მოსამართლობისთვის და ადამიანების წამებისთვის სამართლებრივად არ აგებენ ადამიანები პასუხს და პოლიტიკურად არ აგებს პასუხს ქართული ოცნება, რომელიც უკვე გასაგებია, როგორ იმართება, საიდან იმართება და როგორი
დივერსიული აქტით ჩაიდინა ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართ. მანამდე ეს პროტესტი არ დასრულდება. ადვოკატები ამბობენ იმასაც, რომ ანდრო ჭიჭინაძისა და კიდევ 10 პირის საქმე სრულიად უკანონოდ გააერთიანეს. ბრალდებულები, რომლებსაც საგამოძიებო უწყება ჯგუფურ ძალადობას ედავება, ერთმანეთს არც კი იცნობენ. ახლა კი პროკურატურა მოითხოვს ისედაც უკანონოდ დაკავებულ უდანაშაულო მოქალაქეებს პატიმრობა კიდევ 2 თვით გაუხანგრძლივდეთ. ანდრო ჭიჭინაძის გარდა რეჟიმის ტყვეობაში კიდევ 50 პირია, რომელთა გათავისუფლებაც საერთო სახალხო პროტესტის მთავარი მოთხოვნა.